მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასულღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ უნდა გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღეს გავაკეთოთ გაშლა. პარტნიორის ფიქრი გრძნობა მოქმედება, ყველაზე ისეთი აქტუალური საკითხი და თემა რაც არის. და ვნახოთ, ვინ მოვა სასაუბროდ, რას დაგველაპარაკება და რა იქნება, ხო? ვაი. იმედია წარსულიდან არა. ნახოთ. ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ? ადამიანი, რომელიც არის ძალიან მანიპულატორი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია არც შეიძლება ფსიქოლოგიც იყოს, იმიტომ რომ და კარგად იცოდეს ეს ფსიქოლოგია, იმდენად ისეთი ძლიერი ენერგიები აქვს. ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად თავის თავზე ორიენტირებული, განსაკუთრებულად თავის სურვილებზე და მიზნებზე არის ორიენტირებული. მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ თვითონ იყოს ბედნიერი, თვითონ იგრძნოს თავი კარგად, უსაფრთხოდ, თვითონ კონდეს რაღაცა სტაბილურობა, ხო? ადამიანი ამ ეტაპზე არ ვიცი, რაღაცა ძალიან ისეთი პიროვნება არის, რომელიც სულ მუშაობს, აი სულ რაღაცნაირად მუშაობს, სულ ცდილობს და თან რა არის მუშაობა მარტო ფინანსური კუთხით, არა, აი სულ ცდილობს, რომ ადამიანის ფსიქოლოგია კარგად შეისწავლოს, თითქოს რაღაცა ესეთი მომენტი არის. ადამიანი ვინ მოვიდა სასაუბროდ? ნუ ადამიანი წარსულიდან. ხო, ადამიანი როგორც ჩანს, ასევე ნახეთ როგორი მომენტი არის, შესაძლებელია რომ აქ იყოს რაღაც მომენტში წარსულიდან, მაგრამ მე უფრო ესე ვიტყოდი. ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის გათვითნობიერებული ყველანაირ ისეთი მანიპულაციურ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე შეიძლება გადართული არის სამუშაოზე, საქმეზე, პროფესიაზე, მაგრამ არა მარტო პროფესია, არამედ თითქოს ადამიანების შესწავლაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ადამიანს რაღაცა პრობლემები გააჩნია, შეიძლება ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია, საიდანაც ცდილობს გამოსვლას. ნუ მოკლედ აი ესეთი ადამიანი არის ახლა ამ ეტაპზე ჩვენთან მოსული. კარგით, ნახოთ აბა. ამ ადამიანის მიერ დანახული თქვენ, როგორი ხართ თქვენ ამ ადამიანის, როგორ გხედავთ? ძალიან ზომიერი, დაბალანსებული, მშვიდი, წყნარი. თუმცა თუ გაბრაზდით მტრისას, თუ გაბრაზდით იქ უკვე მე მგონი თავის მანიპულაციები და თავისი მაგიური მდგომარეობა არ უშველის. ხო, ამ ეტაპზე რატომღაც ვფიქრობს, რომ შეიძლება რაღაცა ემოციური, სულიერი მდგომარეობა ცოტა რთული გაქვთ, ხო, რატომ? იმიტომ რომ აქ დაპაუზებული ურთიერთობა, სადღაც თითქოს როგორი მომენტია, აი როგორ გხედავთ ეს ადამიანი, რო ვკითხოთ, ძალიან დაბალანსებულად გხედავთ და შეიძლება ითქვას, რომ ხედავს იმას, რომ შეიძლება ძალიანაც გკიოდეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც იყოთ, მაგრამ არ აჩვენოთ არავის ეს მდგომარეობა, ხო? გრძნობდეს თავს რაღაცა მარტოსულად, გრძნობდეს თავს რაღაც იმედგაცრუებულად, თუნდაც მატერიალური პრობლემა გქონდეთ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ პრობლემის დაფარვის მდგომარეობა შეგიძლიათ, ნებისმიერი სიტუაციის დაფარვის მდგომარეობა შეგიძლიათ, ხო? შეგიძლიათ, რომ ყოველთვის გამონახოთ რაღაცა ალტერნატივა და შეძლოთ თქვენი ცხოვრების წამოწევას ასევე, ხო, როგორ ადამიანად აღიქვათ, აი ეს ადამიანი თვლის, რომ რაც არ უნდა ისეთ გაურკვევლობაში იყოთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დააბალანსოთ სიტუაცია, მაინც აი არ მისცეთ საზოგადოებას თქვენზე ინფორმაცია, თქვენ სულიერ მდგომარეობაზე, თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, უბრალოდ ჩაიკეტოთ, უბრალოდ თუნდაც არ გამოშვეთ, მაგრამ მოძებნით აუცილებლად გამოსავალს,
ნებისმიერი სიტუაციიდან, ხო? აი რაღაცა ესეთ ადამიანად გხედავთ ახლა ამ ეტაპზე ეს ადამიანი. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი? რა მჭირს? ცოტა გვიანია და აშკარად დამეყალა ხელი. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? აი თქვენთან ურთიერთობაში რას ელოდება? რა უნდა თქვენთან ურთიერთობაში? თქვენთან ურთიერთობაში უნდა რომ იყოს კომფორტში, იყოს ემოციურად იმუშაოთ. აი ნახეთ, იცით რა არის? აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ ვიღაცას რაღაცა სამსახურებრივი თემაც იყოს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აი განახლება რა უნდა თქვენგან. განახლება უნდა, ოღონდ თავის ასიკეთოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი აი იცით როგორ არ ვიცი ხო მე თქვენ რა გაქვთ და რა შესაძლებლობები გაქვთ ხო? ანუ თქვათ მატერიალური გაქვთ, რაღაცა სულიერი გაქვთ თუ რა გაქვთ. ამ ადამიანს უნდა რომ მისთვის მორგებული მდგომარეობა მიიღოს ისევ დაიბრუნოს თქვენგან. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცა შრომას, რომელსაც ჩადებს პატარა შრომას, ხო? თქვენ კი არ დაიცვათ თავი და თქვენ კი არ მოსთხოვოთ, თქვათ, კიდევ მეტი, არამედ პირიქით, აი ეს რაღაცა ლანგრით მიარსოთ ყველაფერი, ხო? რაღაცნაირად გაუმარტივოთ ცხოვრება. აი ნახეთ, კიდე როგორი მომენტია, რა უნდა თქვენგან? მეკითხავთ, რომ შესაძლებელია რომ აქ ადამიანი იყოს წასულიც და ანუ რაღაც ცოტა ესე დისტანცირებული მდგომარეობა ყავს და თქვენგან რა უნდა ამ ადამიანს და ნახეთ რომ მოუნდება მოსვლა თქვენთან, ხო? თქვენ დისტანცირებულად არ დახვდეთ და უბრალოდ ისეთი დახვდეთ, როგორიც დაგტოვოთ, ხო? როგორიც უნდა სადაც ხედავდა და იღებდა, ხო? ეს რაღაცა ეს მომენტი უნდა. რა უნდა თქვენგან? ანდით აბა კიდე რას ელოდება თქვენგან, რას ელოდება იმპერატორი? ოჯახი. არ ვიცი, ახლა რაღაცა მე მგონი ეს ადამიანი ხო, აი ნახეთ რას ელოდება თქვენგან და ელოდება იმას, რომ აი დახვდებით მთელი ესეთი რაღაცა ემოციებით, მთელი არსებით, მთელი ენერგიებით, ხო? და რაღაცა მის გადაწყვეტილებას რომ იცი რა მე კაი გადავწყვიტე რომ დაუბრუნდე და რაღაცა განვაახლო ურთიერთობა. შენ მე დისტანცირებულად არ დავხდა პირიქით გახარებული წარმატება. აი ელოდება ეს ადამიანი რომ თქვენ რაღაცა სავსე ემოციებით, სავსე ენერგიებით დახვდებით და არ შეიყვანთ ჩიხში და არ მოუწევს ისევ წასვლა. არ მოუწევს დატოვება ამ სიტუაციის, ხო? რაღაცნაირად მისცემთ იმ გასაღებს, რომელიც თქვენი გულის კარებს ისევ გააღებს, ხო? თქვენი ენერგიებით ისევ მოახერხებს რაღაცა დაიბრუნოს სიტუაცია. რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი იცით რას ელოდება კიდე, რომ თქვენ გახვიდეთ კომუნიკაციაზე, თქვენგან იყოს რაღაც ნაბიჯი, რომლითაც ექნება სათქმელი, რომ ჩემგან რა გინდა, ხო? თუ რაღაცას ისე არ გააკეთებს, როგორც უნდა გააკეთოს. აი, აქვს ეს მომენტიც. კარგით, თვითონ რას გააკეთებს თქვენთან მიმართებაში უახლოესი პერიოდი, ხო? უახლოეს პერიოდი, რა ვიცი, 1 თვე, 2 თვე, 3 თვე მაქსიმუმ. რას გააკეთებს უახლოეს პერიოდში? როგორი ეგოისტია. იცით რა, აი ნახეთ, რას გააკეთებს ეს ადამიანი? ესე გეტყვით, ეს ადამიანი რო გითხრათ, რომ რაღაცა ძალიან ესეთი ქმედებებით იქნება ახსავსე თქვენ, ნამდვილად არ იქნება. თვითონ ეს ადამიანის მაგის არკანში მერე იმპერატორით ამოდის და ნახეთ როგორი მომენტია, როგორც ჩვენ თქვენს იმპერატრისით ამოდიხართ და ძალიან ცოტა ჯიუტი ადამიანი ხართ შეიძლება ითქვას და ეს ადამიანი იმდენად ჯიუტია და იმდენად როგორი მომენტია თავის თავზე ორიენტირებულია, რომ რა გითხრათ, რომ ნაბიჯებს გააკეთებს, არა, თავის თავზე იქნება ორიენტირებული, ეცდება რომ გაგახსენოთ ხშირად წარსულში. შეიძლება უბრალოდ დაჯდეს ადამიანი და თქვენზე დაიწყოს ფიქრი.
და ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ადამიანზე ხშირად ვფიქრობთ, მასაც აქვს იმპულსები იმის, რომ თქვენზე დაიწყოს ფიქრი, ხო? ძალიან მარტივი არის ეს, ხო? უბრალოდ რაღაცა კავშირს ვამყარებთ. აი ეს ადამიანი შეიძლება იდგეს და უბრალოდ გააკეთოს ისეთი თქვენს ფოტოს უყუროს, თქვათ, ხო? ან რაღაცა თქვენ ატვირთოთ ფოტო და მიხვდეთ, რომ ამ ადამიანმა არ დაალაიქეს ან რაღაცა ისეთი მზე არ არის აქ ლაპარაკი. უბრალოდ მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკვირდება, ხო? რაღაცა ისეთმა ვიღაცამ ნახოს თქვენი ფოტო, რომელთაც ზუსტად მიხვდებით, რომ ეს ადამიანი აკვირდება თქვენს ფოტოებს, ხო? ესე ვიტყვი, რა ქმედება ექნება, ეს ადამიანი რაღაცა მომენტში გამოჩნდება, გაქრება, აი როგორც კარუსელზე რაღაცა აგიყვანთ, ჩამოგიყვანთ, ხო, აი რაღაცნაირად მიგახვედრებთ იმას, რომ მე აქვე ვარ, ახლოს ვარ შენთან ერთად, ხო, რაღაცა თქვათ ესე მარტივად არ დამივიწყო, მაგრამ თვითონ არ ეცდება ნაბიჯს ესე მკვეთრად. რას გააკეთებს თქვენს მიმართ? ხო, არა, მკვეთრი ნაბიჯი ნამდვილად არ ექნება ამ ადამიანს, ვერანაირად ვერ გეტყვით, რაღაცა მომენტში უბრალოდ ეცდება, რომ თქვენი ენერგიები მოიპაროს, თქვენ ენერგიებზე იმდენად და ისე იმუშაოს, რომ თქვენ გაგიჩნდეთ იმის სურვილი, რომ ამ ადამიანისკენ რაღაცა ნაბიჯი გადადგათ თითქოს, ხო, რაღაცნაირად თქვენ გახვიდეთ პირველი კავშირზე, ხო? ასე ვიტყოდი, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ იქნება, მაგრამ მისი მხრიდან თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ენერგიებში, თქვენს სივრცეში, სამეზობლოში თუ სამეგობროში თუ აი სადღაც აი სულ იტრიალებს, მაქსიმალურად ეცდება, რომ იტრიალოს და მაქსიმალურად ეცდება, რომ აი რაღაცა დაგანახოთ, რომ აქ არის ჩვეულებრივად თქვენს გვერდით არის გაკვირდებათ, ხო, აი რაღაც ეს მომენტები აქვს. კაი, ჯიუტი ვინმე ყოფილა. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას უახლოეს პერიოდში. როგორ ხედავს უახლოეს პერიოდში? საკმაოდ რთულ მდგომარეობას ხედავს, იმიტომ რომ აქ როგორც ჩანს შესაძლებელია ესე ვთქვათ, ქალბატონებმა ისწავლეს თავიანთი თავის ფასი, თუ პარტნიორებმა, რა ვიცი, ქალბატონის არკანი ამოვიდა, მაგრამ მაინდა-მაინც მარტო ქალბატონზე არ არის, ხო? შევატრიალოთ სიტუაცია რაღაცაზე. იქნება სირთულეები, მაგრამ ყველა თავის პოზიცია შეინარჩუნოს. ხო, რაღაც სამყარო ხედავს, რომ გისწავლიათ თქვენი ენერგიების სწორად მიმართულება. აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები თავისთვის რაღაცა ახალ ენერგიებში შედიან, ახალ ეტაპს იწყებენ ცხოვრებისას, ხო, შესაძლებელია. და ნახეთ, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას ეს სამყარო 50-50-ზე, ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, განდობთ სამყარო ამ ყველაფერთან მიმართებაში. ერთს გეუბნებათ, რომ ეს ცოტა რთული საკითხი იქნება და მარტივი არ იქნება, მაგრამ თქვენ საერთოდ გინდათ იქეთ წადით. აი ესე უყურებს სამყარო თქვენს ურთიერთობას ახლა ამ ეტაპზე, ხო? თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, თქვენთვის რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, ისე გააკეთეთ, ხო, რაღაცა ეს მომენტი აქვს. აი თითქოს სამყარომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ბედი ჩვენ ხელთ ესე დაგვიტა და გითხრა, რომ ნუ აი მოდი ხა შენ განსაზღვრე, რას გააკეთებ და მე გამოყვები, რასაც იმოქმედებ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის აქ. და მოდით ესეთი ბოლო კითხვა დავუსვათ, კონკრეტულად რჩევა თქვენთვის. რჩევა. ეცით რა არის, ნახეთ, რჩევა თქვენთვის არის ესეთი, რომ იმას, რასაც ჩადებთ, თუ დაელოდებით, თქვათ, ხო, ამ ადამიანს და
არ იჩქარებთ, ნახეთ, არ იჩქარებთ, თქვენ იქნებით გამარჯვებული, ხო? ანუ ხა საით გადადგავთ ნაბიჯს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ გადაწყვიტოთ რომ გააგრძელოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა, მაინც თქვენ გამოდიხართ გამარჯვებული, იმიტომ რომ ის გადმოდგავს ნაბიჯს და ის იმოქმედებს და შესაბამისად უკვე თქვენს პირობებს შეიძლება წამოყვეს, თუ გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან, იქაც თქვენ იქნებით გამარჯვებული, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, რომ შენ მოგინდა და დაბრუნდი რაღაცა პერიოდის მერე, მე შენ აღარ მჭირდები, ხო, რაღაც მე ჩემი ცხოვრება წავმართე და ეხლა რა გინდა ჩემთან. ანუ თუ თქვენ არ იაქტიურებთ, თუ თქვენ არ იქნებით რაღაცა აი გამოჩნდა და ნეტარისთვის გამოჩნდა და თქვათ რაღაცა მომწერა და არ მოინდომებთ რაღაც მის მიმართ ნაბიჯების გაკეთებას და დააცდით დაელოდებით ერთ რა ნაბიჯებს გააკეთებს, როგორ გააკეთებს, რას იზავს, რას იმოქმედებს, რას გეტყვით, ხო, თითოეულ რაღაცა მომენტზე. აქ შემთხვევაში თქვენ იქნებით გამარჯვებული. უბრალოდ დრო მიეცით თქვენს თავს სიტუაციას სწორად განსაზღვრეთ, ხო, რაღაცა თან გაძლევთ სამყარო, რომ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ და გეუბნებათ, რომ ცოტა მყარად იქით მიწაზე და შესაბამისად გამარჯვებული იქნებით, ხო, წარმატებული იქნებით ამ ურთიერთობის დასრულების მდგომარეობა იქნება თუ გაგრძელების, ორივე შემთხვევაში თქვენ გექნებათ გამარჯვება. უბრალოდ არ იჩქაროთ, რომ გამოჩნდება და რა ბედნიერება გამოჩნდიო, არ უნდა უთხრათ რაღაცა იმ წუთასვე არ უნდა აჟიტირდეთ, ხო, უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ ჯერ რაღაცა რეალური ქმედება, რეალური საქმე დაგანახოთ ურთიერთობაში. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. მე ბედნიერ ურთიერთობას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, წარმატებებს და ყოფილიყავით მუდამ შეყვარებულები.